ილონ მასკის სატანისტებისა და OpenAI-ის წინააღმდეგ. მეგობრებო, რამოდენიმე დღის წინ გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც ილონ მასკი დაუპირისპირდა OpenAI-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ გეი აქტივისტ სემ ალტმანს. ადამიანი, რომელზედაც ახლა მე თქვენ ვიდეოს განახებთ, რომელიც თავიდან ბოლომდე, სერიოზულად გეუბნებით, კი არ ვღადაობ, გეია. უბრალოდ გეია. ეხლა რაზეა დაპირისპირება, სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ. მოკლედ, ილონ მასკმა შეიტანა სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ OpenAI და ChatGPT შეიქმნა როგორც არაკომერციული კომპანია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მოგებაზე ორიენტირებული. ხოლო, როდესაც 2018 წელს ილონ მასკმა დატოვა კომპანია, OpenAI გახდა, ესე ვთქვათ, ტექნოკრატიული კომერციული კომპანია. და ChatGPT-ში ალბათ ჩემსავით ბევრი ფულს იხდით. იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად არ უნდა იხდიდეთ. და ილონ მასკმა მოითხოვა, რომ 150 მილიარდი ზარალი უნდა უნაზღაუროს და თან უნდა დაუბრუნდეს არაკომერციულ კომპანიას. მოკლედ, სერიოზული დაპირისპირება ტექნოკრატებში, მე თქვენ განახებთ ახლა ვიდეოს, ძალიან საინტერესო ვიდეოს, მეგობრებო, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლა, ბოროტ ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლა, რადგანაც OpenAI-ის უკან ყოფი ხალხი, ეს მარტო სემ ალტმანს არ ეხება მაგალითად ლარი პეიჯებს და იმათ, რომლებიც მონაწილეობენ ძალიან ცუდ საქმეებში, რომელზედაც ვიდეოს მოგვიანებით ახსნი. მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ეს არხი, გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ Instagram-ზე, რომელიც ლინკი აღწერაშია მითითებული, საინტერესო პოსტებს ვდებ ხოლმე ყოველდღიურად და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია და დაეხმაროთ არხს განვითარებაში. მოდი გადავიდეთ და დეტალურად აღიხსნით ახლა ყველაფერს. OpenAI CEO Sam Altman appeared in an Oakland federal courtroom on Monday. That's where jury selection began in the civil lawsuit being brought against him by Elon Musk. This legal fight started years ago when Altman and Musk co-founded OpenAI as a non-profit for AI research. ხო, რაც გითხარით, მასკმა დაიწყო ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ OpenAI-ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი თვითონ ილონ მასკია, რომ ეს ორგანიზაცია, ეს კომპანია ბოდიში არ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული მოგებაზე. ხოლო აი ამ გეი აქტივისტმა, რომელზეც ოფიციალურ კადრებს განახებთ, რომ გეია მართლა და მთავარი ვოუქიზმის გამავრცელებელმა ყველაფერი აქცია როგორც კომერციული კომპანია, რომელიც იქნება მოგებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ილონ მასკმა ეს არაპატია და შეიტანა სარჩელი ამასთან დაკავშირებით. Musk claims Altman broke the agreement by pivoting OpenAI to a for-profit company behind his back. Meantime, Altman accuses Musk of being jealous of OpenAI's massive success. იმას არა ვთქვია, რომ იმიტომ მიჩილა სასამართლოში ილონ მასკმა, რომ OpenAI არის ძალიან წარმატებულიო. ამას ამბობს ადამიანი და ეუბნება იმ ადამიანს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თვითონ OpenAI-ს და თან მასკმა მაგის მერე თვითონ დაარსა კომპანია სახელად XAI. რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მოკლედ რო გითხრათ, ილონ მასკი არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გაკონტროლდეს იმ ადამიანების მიერ, ვისაც უნდათ კაცობრიობის პროგრესი, კეთილი მიზნებით. ხოლო სემ ალტმანი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრენი და სხვა ტექნოკრატები, რომლებიც არიან, ისინი ხელოვნურ ინტელექტს უყურებენ როგორც მომავლის ციფრულ ღმერთს, რომელიც ჩაანაცვლებს ადამიანს. ილონ მასკს არ უნდა რომ ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანი და შესაბამისად, როგორც ტერმინატორი ფილმი გაქვთ ნანახი და არსებობს ბოროტი ტერმინატორი და არსებობს კეთილი, სწორედ ილონ მასკმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე ის, რომ XAI დაუპირისპირდეს OpenAI-ს და გაანეიტრალოს ეს ხელოვნური ინტელექტის ბრძოლა. Musk left OpenAI in 2018. Musk is asking for $150 billion 150 მილიარდს მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას. And wants OpenAI to revert back to a non-profit. Opening statement. ხო, და ასე უნდა მასკს რომ ChatGPT და OpenAI ზოგადად გადავიდეს არაკომერციულ კომპანიად და მაგალითად ChatGPT გახდეს უფასო. მაგრამ ეხლა უყურეთ თავარი headline. ეს ილონ მასკი გამოჩნდა სასამართლოზე, მეგობრებო. კალიფორნიაში გაიმართა რამდენადაც მე ვიცი. მასკი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მე 100% ჯერა რომ ილონ მასკს აქვს ძალიან კარგი მიზნები კაცობრიობისთვის და ამაზე არავინ არ შემედავოს, ამაზე მართლა არავინ შემედავოს. ადამიანი, რომელიც თქვენ ანტიქრისტე გეგონოთ, არის რეალურად ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ბოროტ ტექნოკრატიულ და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ ღმერთებს უპირისპირდება საკუთარი ხელებითა და საკუთარი ფინანსებით. ეს რო იცოდეთ. რადგან ილონ მასკის პოდკასტი მოსმენილი მაქვს, მისი აზრები ამასთან დაკავშირებით ვიცი, ვინც მაგას უპირისპირდებიან, მაგათი შეხედულება არ არის მაგალითად ხელოვნურ ინტელექტზე
და რომ ისინი ცდილობენ რომ ხელოვნური ინტელექტი გახადონ როგორც ღმერთი, ხოლო მასკს არ უნდა რომ ადამიანი რამემ ჩაანაცვლოს და უნდა რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს გაკონტროლირებული ადამიანების მიერ. აი ეს 28 აპრილია. არა, ეხლა თავარი ლეიტმოტივი, ეხლა ეს მინდოდა მენახებინო თქვენ. აი მეგობრებო, ეს არის სემ ელტმანი, ChatGPT-სა და OpenAI-ის დირექტორი, რომელსაც ჰყავს ქმარი. ანუ ის კი არ თქვი ხა რაღაც გროტასკული სტილით ან შედარებით რომ ეს ადამიანი გეია შინაარსობრივად. ანუ შინაარსობრივად აკაცუკოიზმი და გეიობა, გეი მილიტარისტობა ეს სხვა რაღაცა არის. ანუ შინაარსობრივად შეიძლება გეი არ იყო, მაგრამ ანუ შენი ეგზისტენციალური ნატურით იყო მაგალითად გეი აქტივისტი. ანუ ეს როგორც ეგეთია შინაარსობრივად, ანუ გარეგნულადაც ეგ არის რეალურად. და ყავს ქმარი, აი თქვენ ხედავთ სემ ელტმანის გვერდზე მყოფ ადამიანს, რომელიც არის მამაკაცი. და მე კითხვა რო გიჩნდებათ მაგალითად ChatGPT რატო არის woke ChatGPT რატო არის მიკერძოებული ესეთ საკითხებში ალბათ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავთ ამ კადრებში. The two of you right here. ჯოი ძალიან აი რა საზიზღარი სანახავია. ანუ სერიოზულად ანუ ყველაზე ცუდი სანახავი რაც კი აი ქვეყანაზე შეიძლება რამეს შეხედო აი რა ყველაზე ცუდი რასაც შეიძლება ხედავდე ეს არის გეი წყვილი. ანუ ამაზე ცუდი, ამაზე არაესთეტიური, ამაზე მახინჯი, ამაზე არაბუნებრივი, ამაზე საზიზღრობა, ჩემთვის პირადად არაფერი არ არსებობს. ანუ მართლა ვამბობ ამას, რომ აი საზიზღრობაა და მეტი არაფერი. ეხლა რაც შეეხება ილონ მასკს. ზოგადად ნახეთ როგორი მომენტი არის, კაცობრიობა არის პროგრესისკენ მიმართული. დადებითი პროგრესის მეც მჯერა და ასევე თქვენც, მაგრამ კარგ პროგრესთან ერთად, ანუ როგორც გლობალიზაციაში მაგალითად არის კარგი პროდუქტი, რომელიც შემოდის და არის ცუდი რამ. ანუ ყოველთვის სჭირდება რაღაცა პროდუქტს მისი საპირწონე ძალა. აი მაგალითად როგორი იყო წინა საუკუნეში ასეთი იყო მანჰეტენის პროექტი, როდესაც ბირთვული იარაღი შექმნა შეერთებულმა შტატებმა ოპენჰაიმერის თაოსნობით და გაირკვა ძალიან მალე ისეთი რამე, რომ არსებობდა ჯაშუში, რომელმაც ბირთვული ფიზიკის და ბირთვული იმის რა ქვია კოდების ეს თელი ის ინფორმაცია, ფორმულები გადასცეს საბჭოთა კავშირს. და რატომ მოხდა ეხა და რატო მინდოდა რომ ეს მომხდარიყო რეალურად იმ დროშიც რომ მეცხოვრა და ახლა აგიხსნით რატო საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს ასეთი ძალიან საინტერესო ტერმინი რომ ვინც ჩემი სფერო გაგდამთავრებული მიხვდებით ძალთა ბალანსი ძალთა ბალანსი არის ისეთი რამ რომ შენ როგორც სახელმწიფოს ანუ შეერთებულ შტატებს რომ მარტო ბირთვული იარაღი ქონოდა დანარჩენი თელი სამყარო იქნებოდა მის მონობაში ანუ დაქვემდებარებაში იმისათვის რომ ბირთვული იარაღი დარეგულირდეს უნდა არსებობდეს შემაკავებელი რამ ანუ ასევე მეორე ბირთვული იარაღი ამით იქნება ერთგვარი ძალთა ბალანსი მსოფლიოში იმიტომ არსებობს ბირთვული ხელშეკრულება და ბირთვულ ხელშეკრულებას ამდენს ვიცი რომ აქვეყანა ყავს და იმის იქით აღარავინ აღარ უნდა გახდეს ბირთვული არსენალის ქონე. Даже ამაზე კანონიც არსებობს, რომ ბირთვული იარაღის განიარაღება ქვია. ანუ რაც უფრო ნაკლები ბირთვული იარაღი დამზადება, კაცობრიობისთვის კარგია. იმიტომ რომ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი. დაახლოებით იგივე ტენდენცია არის ხელოვნურ ინტელექტში. ხელოვნური ინტელექტი ახლა რა არის? ხელოვნური ინტელექტი არის ციფრულად შექმნილი ცნობიერება, რომელსაც აქვს საკუთარი დატაბეისი, საკუთარი სერვერები, მაგალითად ChatGPT, მაგალითად Grok-ი მაგალითად Google-ის ხელოვნური ინტელექტი Genuine, ანუ აქ რა არის პრინციპი, რომ ხელოვნური ინტელექტი ის კომერციული კომპანია. ანუ ნახეთ რა არის კომერციული კომპანია, OpenAI, ხო, რომელიც როგორც მასკინაოს თავიდან შეიქმნა როგორც არაკომერციული კომპანია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ მას შემდგომ, როდესაც ილონ მასკმა დატოვა და კაი აქციები და გადავიდა და დაარსა XAI, ამათმა გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გამხდარიყო როგორც შავი ყუთი, როგორც მაგალითად არის სერგეი ბრინი და ასევე Google-ის co-founder-ი ყოფილი ამჟამადაც ის ხელმძღვანელობს ლარი პეიჯი. ლარი პეიჯი იყო ილონ მასკის ახლო მეგობარი. ერთად მუშაობდნენ ბევრ რაღაცაზე. ილონ მასკი იცნობს ლარი პეიჯს ძალიან ახლოს. და მას აქვს ერთ-ერთ პოდკასტში ესეთი რამე ნათქვამი, რომ ლარი პეიჯს გონია, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გახდეს მომავალში ღმერთი. ხო, არსებობს ესეთი შავი ყუთი პროექტი, რომელზედაც თვითონ ლარი პეიჯი მუშაობს და თვითონ კომპანია, არავინ არ იცი შიგნით რა არის ამ შავ ყუთში, რა იქნება რეალურად.
რომელიც იქნება საკმაოდ სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტი, რომლის სათავეში ასევე ყოფი ადამიანების, მაგ სათავეში ყოფ ადამიანებს გონიათ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გააკონტროლებს ყველაფერს. და ილონ მასკი არის ამის წინააღმდეგი. ანუ თქვენ ხო აქამდე გეგონათ, რომ ილონ მასკი იყო ანტიქრისტე. ანუ ილონ მასკი იყო ადამიანი, რომელსაც ბოროტება შემოგონა კაცობრიობაში, ხო? ჯერ ეგ ძალიან ბევრი სხვა მაგალითით და არგუმენტით ბათილდება ეგასრე. დაწყებული იქიდან, რომ ილონ მასკი არ არის სემიტური წარმოშობის, რაც პირდაპირ ბიბლიური ესქატოლოგიით ნიშნავს, რომ ანტიქრისტე უნდა იყოს სემიტური წარმოშობის, ილონ მასკი არ არის სემიტური წარმოშობის. მეორე, ილონ მასკი არის ადამიანი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა ბოროტ ხელოვნურ ინტელექტს და იმ ხალხს, რომლებსაც ბოროტი მიზნები ამოძრავებთ კაცობრიობის წინააღმდეგ. მაგალითად, მასობრივი კონტროლი, მასობრივი ინფორმაციის შეგროვება, ამ ინფორმაციის გადადება. ილონ მასკი იყო ადამიანი, რომელმაც გამჭირვალობა და დოუჯის სამსახური დაარსა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. საბოლოო ჯამში ტრამპის ადმინისტრაციამ ილონ მასკი გადააგდო და ილონ მასკის უკამყოფი ტექნოკრატები, კეთილი ბიძიები, ესე რომ ვთქვათ, თავიდან ბოლომდე შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციამ ერთ ადგილას ამოისვა. საბოლოო ჯამში ის მიიღო, რომ მასკმა უწოდა ტრამპს ეპშტეინის ფაილებში ყოფი ადამიანი. რადგანაც ეს მარტო არ ეხებოდა მაგალითად XAI-ს ეს ეხებოდა თვითონ იმას რა ქვია SpaceX, რადგანაც სახელმწიფო სუბსიდირებები ბევრ რაღაცაზე მოხსნა. და ის რაც დანაპირებები ჰქონდათ, რომ ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო SpaceX-ის მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ეს ყველაფერი დონალდ ტრამპმა არ შეასრულა და დაიწყო დაპირისპირება მათ შორის. ნუ მერე კი შეარიგეს ეს ყველაფერი და მოხდა მათ შორის გარკვეულწილად დიპლომატიური შერიგებები, თორე ილონ მასკი აკრიტიკებდა ტრამპს მისი გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით 2 თვეში. მე პირადად რისი მჯერა. მოდი აქეთ კამერაში ვთქვა და ყველაფერი. ეხლა მე პირადად რისი მჯერა. მე მჯერა ესეთი რაღაცის, რომ სოფლიოს ჭირდება პოზიტიური განვითარება. მე არ ჯერა რომ ხელოვნური ინტელექტი არის ცუდი კაცობრიობისთვის. მე მჯერა ერთი რამის, რომ არსებობს ცუდი ადამიანი. არ არსებობს ცუდი ხელოვნური ინტელექტი. არსებობს ცუდი ადამიანი, ანუ ცუდი ბიძია, რომელიც ამჟამად ზის, მუშაობს ისეთი სახის ციფრულ ღვთაებრივ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელმაც ძალიან ცუდი რამეები შეიძლება გაუკეთოს თქვენ მომავალთაობას და საერთოდ სოფლიო კაცობრიობას. აქედან გამომდინარე, ვალდებული არიან, ილონ მასკი ვალდებულია, რომ მაქსიმალურად განეიტრალოს ეს ბოროტი ძალები სოფლიოში, რომლებსაც უნდათ რომ გამოიყენონ ეს ყველაფერი კაცობრიობის წინააღმდეგ. ილონ მასკის ნატურიდან და ბუნებიდან თუ ჩვენ ამოვალთ და მის ქმედებებში ჩვენ დავინახავთ ბევრ სხვა რაღაცაში, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი იყო, ერთ-ერთი პოდკასტში უსმენდი, რომ ილონ მასკმა თქვა ესეთი რამე, რომ უბრალოდ კითხვა დაუსვეს, რომ შენ რას ფიქრობ, რა არის შენი დეფინიცია საერთოდ ამ სამყაროს, საიდან წამოვედით, როგორ შევიქმნით. და ილონ მასკი ამბობს, რომ there is some kind of creation. იყო რაღაც სახის ქმნილება, კრეატორი ან შემქმნელი, ბოდიშით, რომლისგანაც იღებს ყველაფერი სათავეს. და there is a different types of labels, ანუ განსხვავებული შეხედულებები არსებობს ამასთან მიმართებაში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ილონ მასკს ღმერთის არ ჯერა, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ილონ მასკმა თვითონ თქვა, რომ არსებობს შემქმნელი, რომელიც სამყაროს ყავს და სხვათა შორის ასევე მასკს აქვს ნათქვამი ესეთი რაღაც, რომ ქრისტიანული მორალი და ქრისტიანული ფილოსოფია არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, ნუ ეს არის ფაქტი. და ის ფაქტი კიდევ მას ემატება ზემოდან, რომ როდესაც სიონისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ილონ მასკი გახდა მთავარი დარტყმის ობიექტი. მათ შორის დაპირისპირება, როდესაც მოხდა დონალდ ტრამპის სიძესა და მას შორის. საუბარი მაქვს ჯარედ კუშნერი, არსებობს ესეთი განთქმული თეორია, რომ თეთრი სახლის ტუალეტში ყავს ნაცემი ილონ მასკი. თვალი რო ქონდა ჩალურჯებული იმას, რომ ებრაელებზე მიმებს აკეთებდა ილონ მასკი, X მისი სოციალურ ქსელზე არის დიდი ზარზენით, ბევრი მიმები იდება მაგაზე. და არსებობს ესეთი თეორია, რომ ჯარედ კუშნერს ყავს ნაცემი ტუალეტში, თეთრი სახლის ტუალეტში ილონ მასკი. და იმიტომ ქონდა თვალი ჩალურჯებული და მე რო გამოვიდა მასკი თეთრსახში ტრამპს რო ედგა, გახსოვთ ეგ ვიდეო 9 თვის წინ მე რო დავდე. და თქვა, რომ ჩემო შვილმა XAI შვილი რო ყავს, X-ი რო დაარქვა. რომ მაგან გამილაწონავ სახეში თუ რაღაც მოიფიქრე, ხა იმას ხوارით ყო და ხა ჯარედ კუშნერმა მცემაო. ჯერ ეგ ვერ მომინელებია მე დღემდე. რადგანაც სიონისტებმა გადააგდეს ილონ მასკი, სიონისტებმა გადააგდეს მთლიანად ტექნოკრატები, კეთილი ტექნოკრატები, პიტერ ტილი, ილონ მასკი და ეგ ტიპები ვინებიც იქით არიან და დალში დაიტოვეს საკუთარი სახის ესე ვთქვათ სატელიტები, როგორებიც არიან ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, სემ ალტმანი, ბილ გეიტსები, ანუ ბილ გეიტსი არ გადის ხა ტექნოკრატებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა კომერციული მიზნებითა და კომპიუტერული ინჟინერით და სხვადასხვა საკითხებში ბილ გეიტსი მაგარ ბაბლშია. და საბოლოო ჯამში დაიწყო ილონ მასკის ბრძოლა მარტო.
და მე ვაფასებ მას არა მარტო იმაში, რომ ილონ მასკის დამსახურება არის, რომ ადამიანი კომერციული საგზურით პირველი გაიჭრა კომერციული პირველი სტარშიპი გაფრინდა კოსმოსში და წარმატებულად დასვათ საკუთარი რეაქტიული ძრავით საკუთარი ხომალდი პლანეტაზე დააბრუნა, ესეც ილონ მასკის მიღწევა. ასევე ილონ მასკის მიღწევა, რომ ტესლას კომპანია გახდა ნომერ პირველი და ტოიოტას აჯობა და დღეს არის მსოფლიოში ნომერ პირველი გაიდვადი მანქანა და მისი აქციები არის ისტორიულ და რეკორდულ მაჩვენებლებზე. და ასევე ილონ მასკს ძალიან დიდი მადლობა იმაზე, რომ როდესაც Twitter-ი მან შეიძინა, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე ვოლქის მით დაავადებული, ანუ ახალი X-ი, რომლის ლინკი ასევე აღწერაში მაქვს, ადამიანებს მისცვა განსხვავებული აზრი და კრიტიკული შეხედულებები, რითაც ძირითადად გამოირჩევა ევროპარლამენტის, ევროკავშირისა თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატიის კრიტიკის შემდგომ განსაკუთრებით, როდესაც ილონ მასკი დაასანქცირეს და სასამართლოში უჩივლეს. ილონ მასკმა დააბრუნა მსოფლიოში თავისუფალი სიტყვა, ილონ მასკმა გაანთავისუფლა კომუნისტური აზროვნებისგან ძალიან ბევრი დემოკრატი და ძალიან ბევრი ის კომპანია, რომლებიც ცდილობდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში ემყოფებინათ მთელი კაცობრიობა. X-ი რომ არა, ჩემი გონებაც დაქვეითებული იქნებოდა, X-ი რომ არა, თავისუფალი აზრი არ იარსებოდა და თავისუფალი სიტყვა, ილონ მასკი რო არა, ჩვენ ვიცხოვრებდით გაცილებით უფრო მეტად სიონისტურ სამყაროში, ვიდრე ჩვენ ახლა ვართ. და რავი ეხა ესეთი ადამიანი თქვენ თუ სატანისტი გონიათ და ესეთი ადამიანი თქვენ გონიათ ანტიქრისტე დამიჯერეთ ესე არ არის მეგობრებო და მას კიდევ ძალიან ბევრი სხვა არგუმენტი გააჩნია. მოკლედ დავაგრძელდება ილონ მასკსა და სემ ალტმან შორის რომ ვის დარჩება წილი და ბოდიშით ვის დარჩება ეს ზარალის ანაზღაურება და თან გახდება თუ არა OpenAI არაკომერციული ორგანიზაცია, ამ ყველაფერზე მე ინფორმაციას თქვენ მოგაწოდებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ამერიკაში არსებული კომპანიები, კომერციული კომპანიები არიან ის წამყვანი ტექნოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც განკარგავენ თქვენ ყოველდღიურობას. OpenAI წარმოადგენს ChatGPT-ს, xAI და ეგენი წარმოადგენს ზოგადად ილონ მასკის პლატფორმას. ანუ თქვენ ცხოვრებაზე ახდენენ ძალიან დიდ გავლენას და ვინმე თუ კითხავს მე ამაზე რატო ვამახვილებ ყურადღებას, ამაზე მაქვს ძალიან საპატიო პასუხი, რომ არა ეგ ხალხი ჩვენ ვერცერთ device, ვერცერთ მოწყობილობას ვერ გამოვიყენებდით. აქედან გამომდინარე, მე ილონ მასკში ვხედავ ადამიანს, რომელიც ბნელი ძალებისგან იცავს ამჟამად სოფლიოს და ვინც ამ ყველაფერში მას ამის წილს ვერ ხედავს, დროამ ყველაფერს ძალიან კარგად გამოაჩენს. რავი, რას ვფიქრობ თქვენ ამასთან დაკავშირებით, დაწერეთ აბლა კომენტარები, ასევე გამოთქვით თქვენი აზრი, ვინ გაიმარჯვებს ამ სასამართლოში და მე შეძლებს დაგვარად ამ სიახლეებს დრო თქვენ მოგაწვით, რადგან ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა. დროებით.